ეთერშია საავტორო რუბრიკა სამტრედიის ამბების საპატიო სტუმარი. მე გახლავართ ლაშა კოტორაშვილი. ვიდრე გადაცემის სტუმართან სასაუბროდ გადავალთ, გეტყვით, რომ ჩვენი გადაცემის მიზანია კიდევ უფრო ახლოს გადაგცოთ ადამიანების საინტერესო ისტორიებით, გამოცდილებით, მიღწევებით. რუბრიკის ფარგლებში რეგულარულად ჩავწერთ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, კულტურის, სპორტის, განათლების, ბიზნესის, ხელოვნების თუ საზოგადოების აქტიურ, საპატიო გამორჩეულ წევრებს. ისინი გაგვიზიარებენ თავიანთ პროფესიულ და პირად გამოცდილებას. გადაცემებში გაიჟღერებს ბევრი საინტერესო თემა, ემოციური ისტორიები, გულწრფელი საუბრები. სამტრედიის ამბების საპატიო სტუმარი არ იქნება მხოლოდ რუბრიკა და ინტერვიუ, ეს იქნება დიალოგი ადამიანებს შორის, ტრადიციებსა და თანამედროვეობას შორის, გამოცდილებასა და მომავლის იმედებს შორის. მადლობა ჩვენს მასპინძელს კარამელოს, რომელიც სამტრედიაში მომავლის პარკში მდებარეობს. კარამელო არის ღია კაფე, რომელიც სულ ახლახან გაიხსნა და მინდა წარმატებები უსურვო. სამტრედიის ამბების საპატიო სტუმარია წარმატებული სპორტსმენი დავით კოხრეიძე. დავითი სამტრედიაში დაიბადა და საფეხბურთო კარიერის მანძილზე არაერთ წარმატებას მიაღწია. სხვადასხვა პერიოდში ასპარეზობდა სამტრედიის სხვადასხვა ასაკობრივ გუნდში. ასევე იგი თამაშობდა სამტრედიის ლანჩხუთის, გურიის, ტყიბულის, მეშახტეს, ხონის იმერეთსა და აბაშის ზანაში. ახალგაზრდა სპორტსმენი ამჟამად თამაშობს თავდაცვის სამინისტროს გუნდ არმიაში. ასევე არის სოფელ იანეთის გუნდის თანადამფუძნებელი და მოქმედი კაპიტანი. ამასთან იგი იანეთთან ერთად წინა სეზონში გახდა კროკობეთის მოყვარულთა ლიგის გამარჯვებული და 2024 წლის საუკეთესო ფეხბურთელი. გამოყვებით წინ საინტერესო გადაცემა გელით. მოგესალმებით დავით. პირველ რიგში მადლობა დროის დათმობისთვის დატვირთული გრაფიკის მიუხედავად. თქვენ სპორტულ კარიერას თუ გადავხედავთ, საკმაოდ თამბეჭდავი სურათი იშლება. მოდით დავიწყოთ თავიდან, რა საკიდან დაინტერესდით სპორტით და როგორ გახსენდებათ პირველი გამარჯვება. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის და წარმატებას უსურვებ თქვენს გადაცემას. რაც შეეხება ჩემს კარიერას, დაახლოებით 6 წლის ასაკიდან დავიწყე ფეხბურთზე სიარული სამტრედიაში. სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებში თამაშობდი და ამის შემდეგ უკვე პროფესიონალურ ფეხბურთი გავაგრძელე სხვადასხვა გუნდებში. გურიაში სამტრედიაში ვიყავი ცოტა ხანს, ასევე ხონის იმერეთი, მეშახტე, ტყიბული და აბაშის ზანა. ამ გუნდებში ნაწილობდი პროფესიონალ დონეზე. ახსენეთ კიდეც, ანუ სხვადასხვა დროს გითამაშიათ მრავალფეროვან გამოცდილებას, როგორ გაიხსენებთ და რომელი გუნდი უფრო დაგამახსოვრდათ განსაკუთრებულად? ზოგადად ტყიბულში მქონდა ძალიან კარგი პერიოდი, სხვათა შორის ძალიან კარგი გულშემატკივრები მყავდა და ისე ვთქვათ ძალიან საფეხბურთო ქალაქია ტყიბული და კარგად მახსოვს ის პერიოდი. ამის გარდა გავიხსენებ, რომ ხონის იმერეთთან ერთად დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალამდე მივედით, მაშინ ჩვენ ვიყავით მესამე ლიგის გუნდი და მესამე ლიგის გუნდისთვის ნახევარფინალამდე მისვლა ძალიან ბევრი გუნდი გამოვთიშეთ ასპარეზობას და ძალიან დიდი მიღწევა იყო მაშინ და ეს მახსენდება უფრო ესე დასამახსოვრებელ მომენტად. ძალიან გვიხაროდა მაშინ 4-ში მოხვდით საქართველოს თასის. დაუბრუნდეთ სამტრედიას, თქვენ ხართ იანეთის გუნდის თანადამფუძნებელი და ამავდროულად მოქმედი კაპიტანი. როგორ გაჩნდა ამ ამბიციური პროექტის განხორციელების იდეა და როგორია თქვენი ხედვები გუნდის განვითარების კუთხით? ზოგადად იანეთი ძალიან საფეხბურთო სოფელი იყო ოდითგანვე, მეტად მოცემით ვიცოდი. დაახლოებით საბჭოთა კავშირის პერიოდში მაშინ ესეთი მასშტაბური პროექტები არ ხორციელდებოდა. მხოლოდ სამტრედიის მასშტაბით ტარდებოდა ხოლმე ტურნირები და მაშინაც კარგი გუნდი ყავდა ჩვენს სოფელს და რაიონის პირველობა ყველაზე მეჯერ აქვს მოგებული. ხოლო ამის შემდეგ როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა და რაღაც იყო ეს ცუდი პერიოდები, ფაქტიურად ეს ჩემპიონატები არ ტარდებოდა. ხოლო დაახლოებით 2016 წლიდან, სადაც უკავშირდება ჩვენი გუნდის ჩამოყალიბებას, დაიწყო სამოყვარულო ლიგა. მაგრამ მაშინაც არ იყო ესეთი მასშტაბური. ჩემთან მოვიდა კახა კოპალეიშვილი, რომელიც არის ჩვენი სოფლის გამგებელი და ძალიან შეყვარებულია ფეხბურთზე და თქვა რომ ანუ ჩემპიონატი იწყებაო და ესე ვთქვათო გუნდი უნდა შევკრიბოთო რა და მეც მქონდა ვიცნობდი ფეხბურთელებს, ანუ ვისაც შეეძლო კარგად თამაში და აქედან ნელა ჩაუყარეთ საფუძველი, გუნდს გავედით პირველად ჩემპიონატზე და ნელ-ნელა ვითარდებოდით. ეგრევე კარგი შედეგები არ ვქონია, იმიტომ რომ პროგრესირება მიდიოდა გუნდში და უკვე 2021 წლიდან დაიწყო ის აღმასვლა ჩვენს გუნდში და წარმატებული სვლა. ჯერ მოვიგეთ სამტრედიაში
მინი ფეხბურთის ტურნირი, რომელიც 2021 წელს ჩატარდა. ხოლო 2021 წელს მასტერ ლიგის ჩემპიონები გავხდით სამტრედიის მუნიციპალიტეტში და 2023 წელს უკვე მოყვარულთა ლიგა მოვიგეთ სამტრედიაში. ამის შემდეგ უკვე 2024 წელსაც მოვიგეთ მოყვარულთა ლიგა და შემდეგ უკვე გადავინაცვლეთ იმერეთის რეგიონალურ ეტაპზე, სადაც 10 საუკეთესო გუნდი იყო წარმოდგენილი და დავიმსახურეთ პლეი-ოფში გასვლა დასავლეთ საქართველოს დასკვნით ეტაპზე. ანუ საშეშებო წარმატებიდან გამომდინარე მოხდით ამ ეტაპზე და აქედან დაიწყო პლეი-ოფები. პირველი კენჭრის შედეგად ჩვენ მოგვიწია ქუთაისის ბუკია, რომელიც გავამარცხეთ. ამის შემდეგ უკვე ზუგდიდის საიში გავამთიშეთ. შემდეგ უკვე იყო შუახევის ახალდაბა და დასავლეთ საქართველოს ფინალში შეხვდით წყალტუბოს და დავამარცხეთ 3-1. ხოლო შემდეგ უკვე გაიმართა სუპერფინალი, დასავლეთ საქართველოს ჩემპიონი, შეხვდით აღმოსავლეთ საქართველოს ჩემპიონს. ეს თამაში გაიმართა კასპში, კასპის ცენტრალურ სტადიონზე, ნეიტრალურზე, ესე რომ ვთქვათ. თამაში ძალიან დაძაბული იყო და ფლე 1-1 დამთავრდა, ხოლო შემდეგ უკვე პენალტების სერიაში მოვახერხეთ მათი დამარცხება და გავხდით 2024-ის გოგობეთ მოყვარულთა ლიგის გამარჯვებულები და ისტორიაში პირველად მოხდა და სხვათა შორის ჩვენ ვართ ისტორიაში პირველი სოფლის გუნდი, ვინც ეს შეძლო და ესეც ფაქტია რა. დასაფასებელია ნამდვილად ეს ჩვენს ქალაქში რო ხდება და ძალიან მაგო. წინა სეზონში იანეთი გახდა გოგობეთის მოყვარულთა ლიგის გამარჯვებული. ხოლო თქვენ დაგასახელეს 2024 წლის საუკეთესო ფეხბურთელად. რა ემოციები ახლა ამ მოვლენას როგორ გაიხსენებთ პირველ წუთებს? ხო, სხვათა შორის კარგი სეზონი მქონდა, ზოგადად გუნდს მქონდა კარგი სეზონი, რაღაც ესე რომ ვთქვათ, გამოკვეთილად ფეხბურთელებს მაინდა-მაინც ვერ გამოვყოფთი, იმდენად ერთიანი შეკრული გუნდი ვიყავით და ყოველი თამაშის შემდეგ უფრო გვიყალიბდებოდა ეს გამარჯვებულის მენტალიტეტი, ბრძოლის უნარიანობა, რაც ჩვენ გუნდში ყველა ფეხბურთელს აქვს ფიქრობ და რაც შეეხება საუკეთესო დასახელებას, ნუ ეხა სიმართლე რო გითხრათ უეჭველი ველოდებოდიო, არ იყო ნამდვილად მასე, მაგრამ კარგია რომ პირადი პრიზებიც ფეხბურთელს რა თქმა უნდა უხარია და დამატებითი სტიმულია და мотиваცია. თუმცა ჩემთვის ყველაზე მთავარია გუნდურობა, იმიტომ რომ ფეხბურთი არის გუნდური სპორტი და ჩვენ ყოველთვის უნდა ვითამაშოთ ისე რომ ჩვენ გუნდს მოუტანოს წარმატება და რა თქმა უნდა ეხა პირადი პრიზებიც ძალიან სასიხარულოა და სასიამოვნოა რომ გავხდი საუკეთესო ფეხბურთელი. ამჟამად იანეთი დავით ყიფიანის თასისთვის ემზადება, მოგვიყევით დეტალურად. გოგობეთის მოყვარულთა ლიგის გამარჯვებული გუნდი ავტომატურად ერთვება დავით ყიფიანის სახელობის თასზე პირველივე ეტაპიდან. ხოლო ჩვენ უკვე გავმართეთ პირველი ეტაპი და მოგვიწია საჩხერის ჩიხურასთან ეს აღნიშნული შეხვედრა გაიმართა კახიალის საფეხბურთო ცენტრში და ძალიან დამაჯერებელი ანგარიშით 7-2 გამამარცხეთ საჩხერე და პროფესიონალური გუნდი გამოვთიშეთ ასპარეზობას, ხოლო უკვე შემდეგი თამაში გვაქვს მეორე ეტაპი 12 ივნისს სამტრედიაში საღამოს 7 საათზე, ესეც გაიმართება კახკალაძის საფეხბურთო ცენტრში და მოუწოდებთ ჩვენ სამტრედიელ გულშემატკივარს, ვისაც გექნება დროის საშუალება, რომ აუცილებლად მოვიდნენ სტადიონზე, გულშემატკივრონ და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კიდევ ერთი ეტაპი გადავლახოთ და გავახაროთ ჩვენი გულშემატკივარი. მაინც რო უთხრათ მაყურებელს, ფეხბურთის მოყვარულებმა იციან ბუნებრივია, მაგრამ რო უთხრათ, რას ნიშნავს ფეხბურთელისთვის მხარდაჭერა და გულშემატკივრობა? ფეხბურთელისთვის ჩვენ წინა სეზონში აბსოლუტურად ყველა თამაში ყავდა ყველაზე მეტი გულშემატკივარი და ზოგადად ფეხბურთში, ვისაც ფეხბურთი უთამაშია, დამეთანხმება იმაში, რომ მე-12 მოთამაშის სტატუსი რა თქმა უნდა მოქმედეს, იმიტომ რომ იმდენად დიდ ემოციებს და სტიმულს გაზრდიან ადამიანები, რა ვიცი, ალბათ 10 მაგათ უფრო უკეთესად თამაშობ და ნამდვილად ზუსტად დამტკიცდა ეს, რომ კასპში როდესაც ჰქონდა სუპერფინალი, ფაქტიურად 99% სამტრედიელი გულშემატკივრები ხდებოდნენ მთელი თამაშის განმავლობაში და ძალიან მოქმედებდა ფსიქოლოგიურად ეს. და რავი მე ყველას თითოეულ მათგანს ვისარგებლებ შემთხვევით და მინდა რომ ძალიან დიდი მადლობა გადაუხავ და იმ ადამიანებს იმ ხელგზაზე ჩამოვიდნენ ჩვენს საგულშემატკივროდ და ვიხარია რომ გავახარეთ ჩვენი გულშემატკივარი და კიდევ დარწმუნებული ვარ რომ ბევრ ტიტულს მოუტანს ჩვენს პატარა რაიონს. ამჟამად ირიცხებით თბილისის არმიის გუნდში. პარალელურად თამაშობთ თბილისის მასტერ ლიგა.
პირველში და ასევე თბილისის მერიის გუნდშიც. ხო. ამას ემატება ეროვნული ნაკრები ქვიშის ფეხბურთში. როგორ ახერხებთ ამ დატვირთულ გრაფიკთან გამკლავებას? სხვათა შორის რთულია ყველგან ითამაშო და მით უმეტეს სხვადასხვა საფარზე თამაში არის ძალიან ისე ვთქვათ ძნელი ფეხბურთელისთვის. ნუ თბილისის არმიის გუნდში ვირიცხები დაახლოებით უკვე მე-6 წელია და ჩვენ ძალიან დიდი წარმატებები გვაქვს. დაახლოებით სამოყვარულო ჩემპიონატიდან დავიწყეთ და მივახციეთ უმაღლეს ლიგამდე და შემდეგ უკვე ფუტზალის თასის გამარჯვებლები ვიყავით და არმია ყოველთვის ესე რომ ვთქვათ, ყველგან სადაც ჩვენ გამოვდივართ, ასევე ქვიშის ფეხბურთის ჩემპიონატზეც გამოვდივართ და ყოველთვის ჩემპიონობისთვის ვიბრძვით. ყავს ძალიან მაგარი მწვრთნელი, ვლადიმერ გრიგორი და ესე რომ ვთქვათ, ყოველთვის საშიჟრო ასპარეზზე მხოლოდ ჩემპიონობა არის ჩვენი მიზანი. და აქ ვაგრძელებ ჩემს კარიერას და ძალიან კარგი გუნდი ვართ, ესე რომ ვთქვათ. რაც შეეხება ქვიშის ფეხბურთის ნაკრებს, ჩვენ 2 წელია მონაწილეობდით საქართველოს არმიასთან ერთად საქართველოს ჩემპიონატის ქვიშის ფეხბურთის ნაკრებში, სადაც შაშან გავხდით საქართველოს ვიცე-ჩემპიონები, მეორე პოზიცია დავიკავეთ და რა თქმა უნდა ჩვენთვის ძალიან კარგი შედეგი იყო, რადგან სულ მეორე წელია რაც ქვიშაში თამაშობთ, ესე რომ ვთქვათ, ბათუმში ტარდება ეს. და აქედან გამომდინარე, ალბათ ჩემი თამაშიდან გამომდინარე, წელს დამიძახეს ნაკრებში, უკვე ორჯერ ვიყავით საზღვარგარეთ შეკრებაზე, ერთხელ შეკრება გქონდა, მეორეჯერ უკვე ტურნირში მივიღეთ მონაწილეობა, სადაც მესამე ადგილი დავიკავეთ, ეს ჩვენთვის ისე ვთქვათ წარმატება და უკვე 10 ივლისიდან დაგვეწყება შეკრება და 22-25 ივლისს არის ევროპის ჩემპიონატი, სადაც ბათუმი მას მისძლობს. ხოლო დასკვნით ეტაპზე ვაპირებთ იტალიაში წავიდეთ და ბოლო ტურნირს იქ გავმართავთ. ესე რომ წარმატებებს გისურვებთ. რაც შეეხება თბილისის მერიის გუნდს, აქ დაახლოებით 1 თვეა რაც მივედი. კარგი ხლაპუსტომა დამიძახა გუნდში, საკმაოდ კარგი გარემო დახვდა. მივედი, კარგი ფეხბურთელებით, სხვათა შორის კახი კალაძეს თამაშობს აღნიშნულ ჩემპიონატს და მიხარია რომ მასთან ერთად მომეცა საშუალება თამაშის და ესე რომ ვთქვათ, კახისთან ერთად თამაში ყველა ადამიანისთვის ალბათ ფეხბურთელისთვის უდიდესი გამოცდილებაა, ძალიან დიდი ფეხბურთი აქვს ნათამაშები და საკმაოდ წარმატებით დავიწყე იქ თამაში. ყველა თამაში მოახერხე თითქმის გამარჯვება და ყველა თამაში გავიტანე გოლი, ასე რომ რავი. კარგად მიდის აქ სიტუაცია. ამ მრავალფეროვანი სპორტული აქტივობის ფონზე დაგვიმხელეთ თქვენი წარმატების ფორმულა, რა არის ძირითადი ის ღირებულება, რომელიც მუდამ თანხმდებთ? ვფიქრობ, ნებისმიერი სპორტსმენისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის დისციპლინა პირველ რიგში. შენი საქმის სიყვარული უნდა გქონდეს. რავი, ძალიან ბევრი პრობლემა გექნება, ფეხბურთელი იქნება თუ ვინც არ უნდა იყოს, ანუ როცა რაღაცას აკეთებ, შეიძლება ხანდახან არის რომ არ გიმართლებს რაღაც მომენტში და რაღაცა შეიძლება რომ ფარხმალი დააყარო, მაგრამ არა ყო, ანუ პირიქით უფრო და უფრო мотиваცია უნდა შეუქმნას შენს თავს, უფრო მეტი უნდა მოიმდომო, ძალიან ბევრი უნდა ივარჯიშო და შენი თავის საუკეთესო ვერსია უნდა გახდე, რომ წარმატებას მიაღწიო, იმიტომ რომ ძალიან ძნელი არის რომ როცა სპორტსმენი ხარ, ძალიან ბევრი ბარიერის გადალახა გიწევს ფსიქოლოგიურად, არა მხოლოდ ისე რომ ვთქვათ, სპორტული თვალსაზრისით რა, ყველანაირად მზად უნდა იყო. იშრომო და აუცილებლად გაგიმართლებს, მე მოუწოდებ ყველა ადამიანს, ვინც არიან დაკავებული, რომ ბევრი ვარჯიშონ, რაც მოდი ძალიან მნიშვნელოვანი დისციპლინა და თუ გაქვს ნიჭი, აუცილებლად გაგიმართლებს. დღევანდელ ცხოვრებაში მით უმეტეს ისეთი თამასა წამოუწიეს ჩვენმა ფეხბურთელებმა და ისეთი ინფრასტრუქტურა არის უკვე მით უმეტეს ეხლა ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, სამტრედიაში ისეთი საფეხბურთო ცენტრები გაიხსნა, რომ ვფიქრობ ტალანტი არ დაიკარგება რა, ამიტომ მოუწოდებ ბავშვებს, ვინც არის, ვინც იქნებიან მომავალ თაობას, რომ პირველ რიგში ცხოვრობენ ჯანსაღი ცხოვრების წესით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემი აზრით და იშრომონ თავის თავზე, ივარჯიშონ, მოტივირებული იყვნენ და დარწმუნებული ვარ, რომ გავუმართლებთ და ვუსვათ ბევრ წარმატებას მომავალ სპორტსმენებს. და ტრადიციული შეკითხვა, რომელიც ალბათ ყველა სამტრედიელის გულთან ახლოსაა, რას ნიშნავს თქვენთვის მშობლიური სამტრედია? სხვათა შორის ძალიან სამტრედია რაღაცნაირად განსაკუთრებულად მიყვარს, იმიტომ რომ მოგესალმებით, ჩემი სიტუაციიდან გამომდინარე თბილისში მიწევს ცხოვრება და როდესაც დრო მაქვს, ყოველთვის მოვდივარ ჩემს რაიონში, ჩემს სოფელში, იანეთში და
ვატარებ ჩემს მეგობრებთან, ჩემს გუნდელებთან დროს, ვარჯიშობთ ხოლმე, რავი, ყველაფერს ერთად ვაკეთებთ, ესე რომ ვთქვათ, ვითარდებით და ყოველთვის მომავალი მიზნებისთვის საუბრობთ, თუნდაც განვიხილავთ რაღაცეებს და ზუსტად ჩვენი წარმატების საიდუმლო ზუსტად ის არის, რომ ეს გუნდურობა, ეს ერთიანობა, რაც ოჯახი, რაც გაგვაჩნია, აქედან გამომდინარე, როცა ჩვენი გუნდელების იმედი გაქვს, რავი, ყველაფრის გადალახვა და ყველა გუნდის დამარცხება შეგიძლია. ამიტომ ყოველთვის ვცდილობ ხოლმე, რომ როცა დრო მექნება და თავისუფალი ვიქნები, ჩამოვიდე ჩემს რაიონში და გავატარო ჩემს გუნდთან ერთად, ასე ვთქვათ, ის დასვენების დღეები. და ბოლოს თქვენი გზავნილი ზოგადად ახალგაზრდებს და იმ დამწყებ სპორტსმენებს, რომლებიც სპორტულ კარიერაში პირველ ნაბიჯს განა. ნაწილობრივ მიპასუხეთ მაგაზე, დისციპლინა ახსენეთ, ის ღირებულებები, თუმცა უფრო დეტალურად ასუხებთ მას. მე პირველ რიგში ვუჩვენდი, რომ პირველ რიგში აუცილებელია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა. ამის შემდეგ მოდის სწორი ვარჯიში, სწორი მიდგომა, მით უმეტეს ბავშვობის ასაკიდან. ისეთ, რავი, ვფიქრობ, რომ ისეთი მწვრთნელები უნდა, ისეთ მწვრთნელებთან უნდა მივიდნენ ბავშვები, ვინც არიან გამოცდილები ამ საკითხში, სწორი მიმართულება აქვთ აღებული საბავშვო ფეხბურთში მით უმეტეს და ჩვენთან საბედიეროდ სამტრედიაში ბევრი ისეთი ადამიანია, ვინც არაერთი წარმატებული სპორტსმენი გაზარდა და მოუწოდეთ, რომ ვივარჯიშონ, საკუთარ თავთან უფრო მეტი იმუშაონ, არა მარტო ვარჯიშის გარდა, იქ მხოლოდ საათნახევარი ვარჯიში არ არის საკმარისი სპორტსმენისთვის და ბევრ წარმატებებს ვისურვებ და იმედია ბევრი სასახელო სპორტსმენი გვეყოლება მომავალში სამტრედიაშიც. რა მაგ. კარგი. და რას დაამატებდით? 12 ივნის საღამო 7 საათზე კახკალაგის საფეხბურთო ცენტრში გელოდებით ყველა სამტრედიეს ძალიან მნიშვნელოვან თამაშს საქართველოს თასის მეორე ეტაპზე ჩვენ ვეთამაშებით თბილისის ვიჯორჯიაოს, სადაც თქვენი გარდაჭერა ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, ასე რომ გელოდებით ყველას და მე ჩემი გუნდის სახელით პირდები ჩვენს გულშემატკივრებს, რომ მაქსიმალურს გავაკეთებთ, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეს ჩვენი გუნდი. ამით ჩვენი გადაცემა დასრულებულია. მე მაყურებელს შევახსენებ სამტრედიის ამბების საპატიო სტუმარი გახლდათ წარმატებული სპორტსმენი დავით კოხრეიძე. აქვე კიდევ ერთხელ მადლობა კარამელოს, რომელიც ჩვენი მასპინძელი გახლდათ. ეწვიეთ ღია კაფეს, რომელიც მდებარეობს მომავლის პარკში და დააგემოვნეთ უგემრიელესი ქვიშის ყავა.